რამდენიმე წუთის წინ ბათუმში შუახევი ხესის 400 მილიონიანი პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. აჭარისწყალი ჯორჯია აჭარის რეგიონში 185 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს აშენებს. პროექტით 3 ძირითადი გვირაბის შხრუხისწყალი, სხალთა დიდაჭარა და დიდაჭარა შუახევის მშენებლობაა გათვალისწინებული. ხელმოწერის ცერემონიალს ინვესტორები, საქართველოს მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწნენ. რა განცხადებები გაკეთდა ირინე წუწუნავასგან გავიგებთ იშვენ შერატონიდან შემოგვიერთდება. დიახ ნინო, დღეს ორივე მხარე, როგორც ქართული, ასევე უცხოური, აქცენტს აკეთებდა ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და საერთოდაც პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც შუახევ ხესის მშენებლობას ითვალისწინებს. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც უკვე დასასრულს უახლოვდება ჰესის მშენებლობა, შუახევ ჰესის მშენებლობა. დღეს ოფიციალური დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოაწერა ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და ასევე იმ ინვესტორებმა, რომლებმაც თანხები ჩადეს შუახევ ჰესის მშენებლობას. დამატებით გადმოირიცხება საბოლოო ფაზის ფარგლებში 250 მილიონი ამერიკული დოლარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რადგანაც ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული ენერგოპროექტი საქართველოში, რაც იმაზე მიუთითებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობეს და სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას ენერგეტიკის მინისტრიც კახი კალაძის განცხადებით. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონში და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უფრო უმჯობესდება. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შემოვიდა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია Tata ჯგუფი. ამ პროექტის დაფინანსებას ახდენს EBRD, ასევე სოფლიო ბანკის შვილობილი კომპანია, ესე იგი სოფლიო ბანკის წევრი ორგანიზაცია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია. ეს არის დაახლოებით 750 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში, დაახლოებით 200 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ეხება და მე მინდა მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და დამის დაწყება და ეს პროცესში არის მთელ საქართველოს, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში ზოგადად ბიზნეს კლიმატი არის ძალიან გაუმჯობესებული. მე ვიტყოდი ის ფაქტი, რომ შარშან გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 39%-ით წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა სწორი მიმართულებით მივდივართ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი პროექტების განხორციელება, ჩვენ მთავრობა, ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობთ უცხოელ ინვესტორებს, რომ მათ საქართველოში ფული დააბანდონ, ინვესტიციები განახორციელონ, რადგან ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის, განვითარებისთვის და ზუსტად შეიძლება ბევრს არ სიამოვნებდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერდეს და ეკონომიკურად წინწამოსავლები ვიყოთ. შუახევ ჰესის პროექტი საერთო ჯამში 400 მილიონი ამერიკული დოლარია. ელექტროსადგურს აშენებს აჭარისწყალი ჯორჯია კომპანია, რომელიც დაფუძნებულია 3 უცხოური კომპანიის მიერ, ესენია Tata Towers, ინდური კომპანია, ასევე ნორვეგიული კომპანია და ასევე IFC, რომელიც არის მსოფლიო ბანკის წევრი ფინანსური ორგანიზაცია. Tata Towers ეს არის ინდური ენერგოკომპანია, უმსხვილესი ინვესტორი, სწორედ ის პირველია, რომელმაც საქართველოში პირველად განახორციელა ინვესტიცია. თავად ბიზნესმენები აცხადებენ, რომ უცხოელი ინვესტორები აცხადებენ, რომ თავიანთ ბიზნეს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. შეგვიძლია კომენტარები მოვისმინოთ, მათი განცხადებები, როგორ აფასებენ ინვესტიციების განხორციელებას რეგიონში. Which is the largest ეს ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც საქართველოში განხორციელდება. მას შემდეგ, რაც თქვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს 400 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიცავს. მასში 3 ინვესტორი ინდოეთიდან, ნორვეგიიდან და მსოფლიო ბანკია გაერთიანებული. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა დასაქმებული. 2017 წლისთვის პროექტი დასრულდება. ეს არის საქართველოში ბიზნეს კლიმატის დამადასტურებელი, რამდენადაც რასაც აქ ვაკეთებთ მსოფლიო მასშტაბის ჰესის მნიშვნელობის პროექტი და ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენ პროექტის 35% უკვე განვახორციელეთ.
and I'm pleased to be associated with მოხარული ვარ, რომ საქართველოში მიმყოფები და ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო პროექტში მოვიაზრები, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ხორციელდება. დღეს ამ პროექტს ოფიციალურად მოეწერა ხელი. იგი უნიკალურია არა მარტო ხარისხით, არამედ მშენებლობის სისწრაფით. ეს მსოფლიო რეკორდს მოხსნის. ეს ყველაზე სწრაფი პროექტია, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. პროექტს მსოფლიოში მსხვილი საბანკო ინსტიტუტები აფინანსებენ, რაც მისი უმოკლეს ვადებში განხორციელების გარანტია. ვიმედოვნებთ, რომ ჰესი საუკუნეზე მეტხანს იფუნქციონირებს. შუახელ ჰეს აშენებს აჭარისწყალი ჯორჯია. ეხლა ჩვენ გვყავს სტუმრად თავად კომპანიის წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი თორნიკე რიჟვაძე, რომელიც გაგვესაუბრება თუ როგორი იქნება შემდეგ, რამდენ მეგავატს გამოიმუშავებს ქვესადგური მას შემდეგ, რაც ჩაეშვება. გამარჯობა თორნიკე, მოკლედ რო გითხრა, გარდა იმისა, რომ ინვესტიციები არის მნიშვნელოვანი და საკმაოდ მსხვილი ფინანსური ორგანიზაციების შემოვიდა რეგიონში, რა დატვირთვა აქვს შუახელ ჰესის უკვე შემდეგ წარმოებაში ჩაჩვევებას? მართლაც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიისთვის და აჭარის რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არის რეგიონში და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცხოური პირდაპირ ინვესტიცია და შესაბამისად მისი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის არის განსაკუთრებით დიდი. დღეს ხელი მოეწერა შუახევის ჰესის მშენებლობის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას, ასევე ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასთან მშენებლობა ფლობა ოპერირების ხელშეკრულების პირდაპირ ხელშეკრულებას და ბოლო ფაზის ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ გვაქვს რწმენა იმის და უკვე მობილიზებული ფინანსური რესურსები, რომ წარმატებით მივუყანოთ აღნიშნული პროექტი და დავიწყოთ ოპერირება უკვე 2016 წელს. ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ასევე ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრიორიტეტია და ბუნებრივია ამ ყველაფერს აქვს გარკვეული სიგნალი ინვესტორებისთვის, რომელიც საქართველოს განიხილავენ მათი ინვესტიციის მომავალ ესე რომ ვთქვათ destination-ად და შესაბამისად მთავარი არის დღევანდელი გზავნილი სიგნალები, რომ საქართველოში მართლაც შესაძლებელი არის ბიზნეს კეთება, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ კომპანიას დღეისთვის უკვე აქვს მშენებლობის პიკი, დასაქმებულია დაახლოებით 600-მდე ადამიანი და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ნებისმიერ ინვესტიციის მნიშვნელობას ქვეყანაში. ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს პროექტი არის დასაწყისი სხვა რამდენიმე პროექტისა, რომელიც იგეგმება და ბუნებრივია ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს ძალიან დიდ სარგებელს და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა უკვე ქვეყნის წარმატებას შეუწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ არის დასაქმების ადგილი, ვთქვათ, და ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წყარო, რამდენ მეგავატზე იქნება გათვლილი ეს ელექტროსადგური და მოხდება მხოლოდ ადგილზე გამოყენება, გამომუშავებული ელექტროენერგიის თუ იგეგმება მის გატანა, ვთქვათ. დადგმული სიმძლავრე იქნება დაახლოებით 185 მეგავატი, რაც შეეხება გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობას, ეს იქნება დაახლოებით 450 გიგავატ-საათი და ეს თავისი მასშტაბით არის მართლაც გრანდიოზული პროექტი. ზამთრის პერიოდში, როცა საქართველოს ბაზარი არის დეფიციტური, ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის რეალიზაცია მოხდება ქვეყნის შიდა ბაზარზე, ხოლო უკვე ნამეტი ელექტროენერგიის რეალიზაცია გაზაფხულის პერიოდში მოხდება თურქეთის საბითუმო ბაზარზე, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო ბალანსის და ასევე საექსპორტო პოტენციალის ზრდას. დიდი მადლობა, მიმაყურებელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა აჭარისწყალი ჯორჯიას იურიდიული მრჩეველი თორნიკე რიჟვაძე, რაც შეეხება თავად შუახელ ჰესის მშენებლობას. მისი მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე და მისი დასრულება იგეგმება 2016 წლის შემოდგომაზე. დღევანდელი ხელშეკრულება, როგორც დღეს ამბობდნენ ხელმომწერდი დოკუმენტზე, ეს არის ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ შუახელ ჰესის მშენებლობა დასრულდება. შუახელ ჰესის მშენებლობა 400 მილიონი ამერიკული დოლარი რჩება და აღსანიშნავია ისიც, რომ ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა Tata Power-ი, ეს არის ინდური ელექტროენერგო კომპანია, რომელიც მსხვილი ინვესტორია.